Სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც დემონსტრაციებზე რეჟიმის პოლიციის სამიზნე ხშირად გამხდარა ბრალი წაუყენეს სასამართლოს უპატივცემულობისთვის. მისი და მარი დევიძე ამბობს, რომ ძმის გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ მოულოდნელად შეიტყო. არც ოჯახი და არც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ აქტივისტის წინააღმდეგ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. მას ადმინისტრაციული პატიმრობის 30 დღიანი ვადა 2 დღეში ეწურებოდა. უფრო მეც ამ თემის შესახებ მარიამ ლეკიაშვილი მოგვიყვება. მარიამ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. უწყვეტი პროტესტის მონაწილე ისაკო დევიძე, რომელსაც მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი ხვალ უნდა დაეტოვებინა, ახლა გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მას ბრალი ისე წარუდგინეს და შემდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდეს, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, როგორც მისი და ჩვენთან საუბრისას ამბობს, გუშინ დარეკეს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ისაკოს მოსაკითხად, თუმცა როგორც ადმინისტრაცია მათ უთხრა, ისაკო იქ აღარ იმყოფებოდა და ის ახლა უკვე გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ასევე არ აქვთ ინფორმაცია სასამართლოს ხდომაზე, ჰყავდა თუ არა ისაკოს სახაზინო ადვოკატი. როგორც გაირკვა, ისაკო დევიძეს ახლა ედავებიან სასამართლოს შეურაცხყოფას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე. გუშინ საღამოს როდესაც დავრეკეთ, უკვე გითხრეს, რომ აღარ არის ჩვენთან სასამართლოში წაიყვანესო. რა თქმა უნდა, იქ ადვოკატის ორდერიც იყო დატოვებული შესაბამისად, არც ადვოკატს გააგებინეს, არც ჩვენთან დაურეკავთ, რომ სასამართლოში ყავდათ გადაყვანილი. ადვოკატმა შეუბრუნა კითხვა, რა თქმა უნდა, არ უნდა გეთქვათ ჩემთვის, რომ ვიღაც ხო უნდა ესწრებოდეს სასამართლოს დაცვის მხრიდან. და არ ვიყავით ვალდებულებიო ესეთი პასუხი გასცეს. სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ თურმე ისაკო ნაცვლად ადმინისტრაციული პატიმრობისა უკვე იმყოფება ციხეში სისხლის სამართლებრივი წესით და მათთვის სრულიად უცნობი იყო როგორც ბრალის წარდგენა, ასევე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სხდომის შესახებ. ისაკოს ედავებიან სასამართლოს უპატივცემულობას, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 1 წლამდე ვადით. მოვინახულე ისაკო 15 იანვარს, ვიყავი იქ, ჩემი ორდერიც დავტოვე და გავამთხილე იზოლატორის თანამშრომლობრივ, თუ რამე იქნება, აუცილებლად დამიკავშირდებ. ისაკოსაც გავესაუბრე და არანაირი საგამოძიებო მოქმედება მის მიმართ რაიმე ნაწარმოები არ ყოფილა. შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი გახდა, გუშინ თურმე გამოუყვანიათ იზოლატორიდან და წამოუყვანიათ პირდაპირ სასამართლოში. პროცესი ისე ჩაინიშნა, არც ოჯახის წევრებმა და არც მისმა ადვოკატმა არ ვიცოდით. როდესაც მოვინახულე პატიმას, გამოვითხოვ ყველა მტკიცებულებებს და ნახავ რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში. ისაკო დევიძე არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების სამიზნე, ვინაიდან ის აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ აქციებში. ბოლოს ის გასული წლის 20 დეკემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მას ედავებოდნენ პოლიციელის შეურაცხყოფას და შეუფარდეს 30 დღიანი პატიმრობა.